ერთდება. და ერთად გაჩერდი, აი სილამაზეზე გამახსენდა ერთი ადამიანი, მე რომელსაც ერთი 3-4 თვის წინ, მოკლედ ძალიან ბევრჯერ ვთხოვე და უთხარი, რომ შენ აუცილებლად უნდა შემოვიერთდე ჩვენს გუნდს. მეთქი და მაშინ რაღაცნაირად სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ ახლა რეალობა შეიცვალა. გააგრძელეთ თუ შეიძლება? რეალობა ასეთია, რომ ლალი ტოტიკაშვილი არის ჩვენი თანაწამყვანი. მოგესალმებით ლალი. მოგესალმებით არ ვიცოდი ეს ისტორია, სხვათა შორის და ძალიან მიხარია. მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდება ამ დღეს და ამ რუბრიკას, მით უმეტეს დღეს ვსაუბრობთ ისეთ საკითხზე, რომელიც შეიძლება რომ ყველა ადამიანს ეხებოდეს, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, რა თემა არის, ამას შენ უკეთ გვეტყვი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივად გამოიხურეთ. ასევე ერთი პრობლემა ხელი მაგ გამომშრალი და მე დამემხმარეთ თუ შეიძლება. დამატენიანებელი გქირდა. პრობლემა არ იქნება. დღეს რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, აქტუალურ და საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ ამჯერადაც. კანის დაავადებებში აკნე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. აკნე ძალიან დიდ გავლენას ახდენს პაციენტის თვითშეფასებაზე და ცხოვრების ხარისხზე. განსაკუთრებით ეს ეხება თინეიჯერებს. ივნისი აკნეს ცნობადობის ამაღლების თვეა და დღეს ჩემს სტუმრებთან ერთად სწორედ აკნეს სწორად მართვაზე ვისაუბრებთ. თამარ სიხარულიძე, ფარმაცევტული კომპანია გიას დერმატოლოგიური მიმართულებების განვითარების მენეჯერი და ზაზა თელია, ექიმი, დერმატოვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. პირიქით, მადლობა თქვენ ჩვენთან სტუმრობისთვის. ქალბატონო თამარ, მოდი დავიწყოთ თქვენი. წარმოგიდგინეთ თქვენი კომპანია. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე წარმოვადგენ კომპანია გეას, რომელიც უკვე 35 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოში. გიეწევა 50-ზე მეტი ევროპული კომპანიების ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუციას ამიერკავკასიის ქვეყნებში. და დერმატოლოგია გეასთვის ყოველთვის წამყვანი მიმდინარეობა იყო. სწორედ აქედან ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი არის კომპანია გალდერმა, რომელიც უნიკალურია მთელ მსოფლიოში იმითი, რომ ყველა მისი პროდუქტი, რასაც ის ქმნის, ეხება კანს. ანუ პროდუქტი, რომელიც კანს არ ეხება, უბრალოდ გალდერმას არ აქვს. ამიტომ იგი ანვითარებს 3 მიმართულებას. ეს არის თერაპიული დერმატოლოგია, კანის სამკურნალო საშუალებები, ეს არის კანის მოვლა და დღეისათვის კანის მოვლა ზაზა დამეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, ბრენდით სეტაფილი და ესთეტიკური მედიცინა თავისი რესტილაინით და სკულპტურით, რომელიც უკვე იყვნენ თქვენი გადაცემის სტუმრები. ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გალდერმა არის ექსპერტი კანის მკურნალობის, მოვლის და კანის სილამაზის სფეროში. და აკნეს, რა თქმა უნდა, თავისი აქტუალობიდან გამომდინარე, გალდერმას პორტფოლიოში ძალიან დიდი როლი უკავია, როგორც სამკურნალო საშუალებების, ისე მოვლის კუთხით. აკნეზე ჩემზე უკეთ ნამდვილად ზაზა ისაუბრებს. ნამდვილად გადავალ ახლა ზუსტად ზაზასთან კითხვით, რა არის აკნე და რომელ ასაკში არის ყველაზე ხშირად გამოხატული? კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. სწორად აღნიშნე ლალით შენ, ცნობადობის ამაღლება რას ნიშნავს ზოგადად და რატო გამოიგონეს ეს ტერმინი? იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის ყოველთვის პაციენტების სამედიცინო განათლების დონის ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით. დერმატოლოგიური მიმართულებით ჩვენი დერმატოლოგების პრეროგატივაა, ასე ვთქვათ ეს და აკნე არის სტატისტიკურად დერმატოლოგიაში პირველ ადგილზე მდგომი დიაგნოზი პრევალენტობით, ანუ ყველაზე ხშირად აკნე გვხვდება ხოლმე და მას ასაკი არ აქვს. ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, მათ შორის ჩვილ ბავშვებშიც კი და მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ ამაზე, რაც უფრო ხშირად გავიმეორებთ, მით უკეთესია. მიზეზი აკნესი ძირითადად ეს არის ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპროდუქცია, ანუ ცხიმოვანი ჯირკვლები ასე ვთქვათ, გაასმაგებულად მუშაობს, გამომუშავებული ცხიმი ვერ ასრებს კანის ზედაპირზე გამოსვლას, იხშობა სადინრები მათი და ვითარდება ანთებითი პროცესი და ვიღებთ იმ გამონაყარს, რომელსაც ვიღებთ რეალურად. ამიტომ თვითონ მკურნალობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ აკნეს მკურნალობა მოხდეს დერმატოლოგთან. აქვე დავამატებ, რომ რას უფრო სწრაფად იწყება მკურნალობას, ჩვენ თუ სტატისტიკად გადავხედავთ, უფრო უკეთესი აუთკამია, ანუ გამოსავალი უკეთესია პაციენტის თვითონ. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა. რა თქმა უნდა, აკნე რითი არის, ასე ვთქვათ, ბჭყალებში საშიში დაავადება. იმით არის, რომ
ის ტოვებს კვალს, ის ტოვებს ნაწიბურებს და ეს ნაწიბურები ადამიანისთვის იმდენად შემაწუხებელია, რომ შემდგომ მისი სოციალიზაცია, ფსიქოემოციური ფონი მკვეთრად უარესდება, სუიციდის მცდელობებიც კი, აი შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, თვითმკვლელობის მცდელობებია აკნეზე დაფიქსირებული მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით თინეიჯერებში. და თამარმა სწორად აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ შეგვეშალოს ერთმანეთში მკურნალობა და ეგრეთ წოდებული სკინქეარი, ანუ კანის მოვლა. ორივე მკურნალობასთან დაკავშირებით, აი სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა განსხვავებული არის მკურნალობა. ძირითადად ერთნაირია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სწორად იქნას შერჩეული მედიკამენტები. ჩვენ ვიცით, რომ არის მედიკამენტები, ანუ სამკურნალო არსებობს როგორც ტოპიკური ადგილობრივი საშუალებები, ასევე სისტემური, ანუ დასალევი სახით და არსებობს კანის მოვლა. თუ ჩვენ ვიტყვით ტოპიკური გარეგანი გამოყენების მედიკამენტების შესახებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის ფარმაცევტულ კომპანია გეას დიდი მადლობა, რომ ისეთი კომპანია, როგორც Galderma, ეს არის კანადურ-ამერიკული კომპანია, რომელიც დერმატოლოგიაში ითვლება ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე მყოფ კომპანიად, მათ მიერ წარმოებული პროდუქტები მედიკამენტების სახით არის ჩვენს საქართველოს ბაზარზე, რომ პაციენტებს ჩვენ შეგვიძლია რომ შევთავაზოთ. ესენია რეტინოიდები. მნიშვნელოვანია ზუსტად კანის მოვლა. მე ჯერ ვსაუბრობ მედიკამენტებზე, ანუ ტოპიკური გარეგანი გამოყენების, როგორც არის ადაპალენი, როგორც არის რეტინოიდები, ბენზოლის პეროქსიდი, ეს არის მედიკამენტები გარეგანი გამოყენების, რომელიც ინიშნება მკურნალობის თვალსაზრისით და ამასთან ერთად კარგია, რომ ასე ვთქვათ, გვაქვს ასევე კანის მოვლის თვალსაზრისით ისეთი პროდუქტები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ სწორად გამოიყენოს პაციენტმა, იმიტომ რომ თუ კანის მოვლის საშუალებებს არასწორად იყენებს, აი სტატისტიკა ძალიან საინტერესოა. გარდატეხის ასაკის შემდგომ, აი მაგალითად ქალებში უფრო მეტად პრევალენტობა, ანუ აკნე უფრო მეტად გვხვდება ვიდრე კაცებში. ეს იმიტომ არის, რომ ქალებს უყვართ უფრო მეტი სხვადასხვა სახის არასწორად კანის მოვლის არასწორი მოვლის საშუალებები არის მიზეზი. გამოყენება, ქალები ასწრებენ ძალიან მკვეთრად. ამიტომ ჩვენი მიზანი არის, რომ ადამიანებს და პაციენტებს, რომლებსაც აკნესკენ მიდრეკილი კანი აქვთ, ან აკნე ჰქონდათ წარსულში, მათ ურჩიოთ ისეთი საშუალებების გამოყენება პირობითად, მაგალითად ცეტაფილი, რომელიც არის პირველ რიგში უნდა აღინიშნოს Galdermas წარმოებული პროდუქტია და რა თქმა უნდა არაკომედოგენურია და ჩვენ პროდუქტები ყოველთვის უნდა ავარჩიოთ შემადგენლობის მიხედვით. ანუ მასში შემადგენლობა რა არის? არ ვარჩევთ არასდროს ფასის მიხედვით, ვარჩევთ შემადგენლობის მიხედვით და ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ ერთის მხრივ მკურნალობა, დერმატოლოგის მიერ დანიშნული მედიკამენტებით, ეს შეიძლება იყოს გარეგანი გამოყენების ან სისტემური, იმის მიხედვით თუ რა სჭირდება პაციენტს და მეორეს მხრივ ეს მოვლა, რომ სწორად იქნას მოვლა განსაზღვრული იმისათვის, რომ არ მივიღოთ უარყოფითი შედეგი და ასე ვთქვათ, უკვე ნამკურნალები აკნეს რეციდივი არ მივიღოთ. რეციდივი ანუ თავიდან არ დაეწყოს ადამიანს პრობლემა. მადლობა. ქალბატონო თამარ, საინტერესოა როგორია Galdermas რეკომენდაციები? დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. აი ზაზამ რეტინოიდები ახსენება და უნდა ვთქვა, რომ ტოპიკური რეტინოიდები ეს Galdermas ინოვაციაა და მას აქვს ნამდვილად სხვადასხვა თაობის რეტინოიდები, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმს აირჩიოს რა ასაკში ან აკნეს რომელ სიმძიმეზე რომელი რეტინოიდი დანიშნოს. თუ ნაწიბურებისადმი არის მიდრეკილი, ერთი შეუძლია დანიშნოს, თუ ჰიპერპიგმენტაციისადმი მეორე. და Galdermas გარდა იმისა, რომ აქვს ესეთი ახალი პროდუქტები და ინოვაციები, ყოველთვის გვთავაზობს ხოლმე ძალიან საინტერესო მიდგომებს. მისი ბოლო მიდგომა არის IDS სტრატეგია, ეს არის გაერთიანებული დერმატოლოგიური სტრატეგია, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ კომპლექსურად უმკურნალოთ პაციენტს. Galderma თანხმდება იმაში, რომ რაც უფრო ადრე მივა პაციენტი და ამისთვის მისი განათლებაა საჭირო, მით უფრო გამოსავალი უკეთესი იქნება. რა თქმა უნდა, ყველაფერი იწყება მოვლით და გვთავაზობს სამ ძალიან მარტივ ნაბიჯს, ეს არის გაწმინდა, დაატენიანი და დაიცავი. ოღონდ ეს სამი ნაბიჯი უნდა იყოს რუტინული და მუდმივი. და ასევე გვთავაზობს ყველა აი ამ აკნეს მკურნალობის დროს ან მოვლის დროს სხვადასხვა პროდუქტებს. იქედან გამომდინარე
გვჭირდება კანის გამოშრობაც ხიმიანებისგან თუ პირიქით რეტინოიდების მკურნალობის დროს გვჭირდება მისი დატენიანება, აკერცვა, აქვს თავისი პაჩები და აი ზაზა მახსენა ექიმები და მინდა ვთქვა რომ გალდერმას ბოლო სლოგანი ექიმებისადმი აქვს ესეთი რომ ნუ მისცემთ აკნეს საშუალებას დაღი დაასვას თქვენს პაციენტებს სამუდამოდ ის ნაწიბურებზეა საუბარი თუმცა თუ მაინც გვიან მოვიდა პაციენტი ექიმამდე გალდერმას რესტილანის სკინ ბუსტერის საშუალებით არის საშუალება რომ ეს ნაწიბურები უფრო გავასადაოთ და ნაკლებად ხილვადი გავხადოთ. მადლობა. თითქმის ჩვენი დრო დასასრულს უახლოვდება. ზაზა, აკნე და მაკიაჟი. ჩვენ კი ნაწილობრივ შევეხეთ, მაგრამ აი რა შეგიძლიათ გითხრათ უფრო დაწვრილებით ამის შესახებ? მოკლედ თუ შეიძლება. ნუ მაკიაჟი გარკვეული ტიპის პრობლემას წარმოადგენს აკნესკენ მიდრეკილი ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მძიმე ესეთი მძიმე მაკიაჟის გამოყენება და ყოველდღიური მაკიაჟის გამოყენება. შესაბამისად ჩვენ ვურჩევთ ხოლმე პაციენტებს, რომ მძიმე მაკიაჟის გამოყენებისგან თავი შეიკავონ, რაც შეიძლება მოკლე ვადით, მოკლე დროით ატარონ მაკიაჟი დღის განმავლობაში. განსაკუთრებით აი ესეთი სამსახურის მქონე ადამიანებმა რომლებსაც უწევთ ხო სწრაფად მოხდეს მაკიაჟის მოშორება, არ მოხდეს მაკიაჟი დაძინება და ასე შემდეგ და მაკიაჟური საშუალებებიც უნდა იყოს არაკომედოგენური და თამარმა სწორად აღნიშნა, მოულის სტრატეგია უნდა იყოს ძალიან რაციონალური. აქ იგულისხმება რომ გრძელსაფეხურიანი მოვლის რუტინა არ არის რეკომენდებული, აი სხვათა შორის აი ეს პროდუქტი ძალიან აღსანიშნავია, ბენზაკის ფეჩები ეგრეთ წოდებული არიან ადამიანები, რომლებსაც აი აკნეს დროს პირობითად ან შეიძლება აკნეც არ იყოს და მაგალითად აი ციკლის შემდგომ პერიოდში გინახავთ, როდესაც ქალებს რამოდენიმე 1-2 ელემენტი ეგრეთ წოდებულ ბამფი ამოზდით ხოლმე წითელი ანთებითი ელემენტები, აი ამის დასაფარად ბენზაკის ფეჩები ძალიან ეფექტურია, ანუ ეს არის სალიცილის მჟავა შემცველია, ერთის მხრივ ბეტა ჰიდროქსი მჟავა არის და ერთის მხრივ აი ამ ანთებით კერას ამშვიდებს ძალიან, მეორეს მხრივ ფარავს და პირობითად შეიძლება ფეჩის გამოყენება მაკიაჟის ქვეშ და მოკლედ გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩვენთან სტუმრობისთვის და ესეთ საინტერესო საუბრისთვის. დაგემშვიდობებით.